დამოკიდებულება, გასაგებია დამოკიდებულებია ჩემზე. გიხდიან თუ? არა, მთხოვს ადამიანი. არა, როგორ არ მომწონს და აკეთებთ ადამიანს აზომბირებთ. არ ვაზომბირებ. როგორ საათობრივად მოწებებული ადამიანი ფეხს არ აზომბირებს. მე არ მომწონს, იმიტომ რომ მე ვარ მასზე დამოკიდებული, რომ ყოველ დღე უნდა ეს ვაკეთო და ძალიან არ მომწონს. ეს ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო და არასასურველი პროცესია, როდესაც ადამიანები მებმებიან. ძალიან. თქვენ იცით ასტროლოგია? დიახ, რა თქმა უნდა. იცით რა არის ოკულტიზმი? დიახ, რა. არის ოკულტიზმი თუ არა ასტროლოგია? არ არის ოკულტიზმი. რატომ არ არის? ასტროლოგია არის მეცნიერება. პირველი არასწორი. არ არის ასტროლოგია მეცნიერება. მე ხო ჩუმად ვიყავი. არა, ჩუმად რა კამათი გვაქვს. არის მეცნიერება. საერთოდ მეცნიერების განსაზღვრა. არ არის მეცნიერება. მაშინ გავჩუმდები და ისე. არა, მეცნიერება არ არის და გააგრძელეთ ახლა. მოდით, ქალბატონ ქეთისაც ვკითხოთ ასტროლოგია და თქვენი აზრი არის და თანხეთი არის კარმული ასტროლოგია. გვაინტერესებს თქვენი პოზიცია. ანუ აი ხა ძალიან ბევრი რამ მოისმინეთ თქვენ. ასტროლოგია არ არის რწმენის საგანი. ვერ დაიჯერებ. ეს არ არის რწმენა, ეს არ არის რელიგია, ეს არის ცოდნათა სისტემა. მე მაგალითად ვიტყვი ახლა რომ კვანტური ფიზიკის არ მჯერა. არ მჯერა ხო. არ ვიცი და იმიტომ. არ ვიცი და ჩემთვის ეს არის რაღაცა ზღაპარი. კვანტური ფიზიკა საბუთდება. ასტროლოგია მეცნიერულად არ საბუთდება. ამიტომ არ არის ეს თქვენი პოზიცია, რო არ ჩემი როგორ არის ეს არის სამეცნიერო პოზიცია, ქალბატონო.